თქვენ გასაცემას როგორ არ უყურებ. ესეთი ხალხი მოყავს, რომ შეუძლებელია ფიზიკურად რო არ უყურო. ნიჭი და შრომა ცოტა ისეთი საკითხია რა, ხშირად მესმის, რომ ნიჭი თუ შრომა, მაგრამ ჩემ შემთხვევაში მოდი შრომას ავირჩევდი. იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერი ბავშვიც არ ვიყავი, ხა სიმართლე რო გითხრა რა და ჯერ რაღაცა ძიუდოთი დავიწყე, მე ყველაფერი ვცადე მოკლედ რა ვთქვათ რა და ამ ნიჭობაში მე შრომა ვიპოვე. მეტო კი არ შეაფასე? ნუ ეგრეც იყო, იმიტომ რომ მე რო ფინალში გავედი, ისეთ შეგრძნებები მქონდა, რომ რო ლაპარაკობდნენ რაღაცა გეგმაზეც რომ მიდიოდა რაღაცა ცრემთა ლაპარაკი როგორი ტაქტიკით მოწასულიყავით. შინაგან როგორი ფიქრები მქონდა, იცი რომ მეთქი რას გეგმავთ ხო ხდები, არ არსებობს, მე ოლიმპიური ჩემპიონი გავხდები ხო. ცოტა ხანს დიდი სიამოვნებით ვიჩხუბებდი. ვა. გავაგზავნიერი განაცხადია ჩვენთან ექსკლუზიურად. კი, ნუ ამერიკისკენაც წავედით, ხა RAF-ის შემდეგ ჩემს ცოტა მარტივი. იჩხუბებდი კრივი MMA კი. MMA თუ შესაძლებლობა იქნება UFC-კენ წავალ დიდი სიამოვნებით რატო არა. მიყვარს ახლა რო გითხრაოზე. აი ბუკა შარიკაძე გადავიდა იქ რა. ხო, რო გითხრა სისხლი არ მომწონს მეთქი მოგატყუებდი. ძალიან დიდი სიამოვნებას ვიხერდა. მინდა მოგილოცო დაბადების დღე, მინდა გისურვო ყოველივე კარგი, ოლიმპიური ოქრო და საჩუქარიც მაქვს. აი, პარიზში რაც ვერ აიღე. აიღა. შენიერი, მოდი ჩამოვიდე. ამერიკაში ოქროს ფერმენტულებზე კიჭე ძალიან. ნახე, მარონმა ექსკლუზიურად რა მაგარი, ჩაიფიქრე ჯერ სურვილი. კი ვიცი, რასაც ჩაიფიქრე, მაგრამ მაინც ჩაიფიქრე. შენი დაბადების დღეა და ჩემი ფაქტიურად ჩანაფიქრი ზედვია წელი და ოლიმპიადა გივი, აგერ 3 სანთელი ღმერთსამობითა და ჩააქრე ხა. გენოს და მიზნებს გაუჭიდა ჩაქრობა და ვნახოთ აბა? ნახე, ოპა. აბა, ეგეთი მაგარიც ვერ ახარ, სანთელს ვერ აკრობდა იქ შენ ახლა სისხლს დაღვრი შენი მოწინააღმდეგეების. წავაქციო. გამარჯობა, მოგესალმებით. ჩვენიერი სტუმარი ყავს გადაცემაში ნიჭი თუ შრომა. გივი მაჭარაშვილს წარდგენა აჭირდება ქართველი მაყურებლისთვის, თუმცა მაინც ვინც არის ის მომავალი თაობა გვიყურებს ბავშვები, გავაცნობ შენ თავს, გივი. პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი აიღო გივი, ევროპის სამგზის ჩემპიონია, მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი, ახალგაზრდებში არაერთხელ ევროპა, მსოფლიო და ასე შემდეგ. აღარ ჩამოვთვლით ძალიან ტიტულოვანი, სახელოვანი ჩვენი მოჭიდავე ქართველი ფალავანი, მადლობა სტუმრობისთვის. ვიცი რომ ემზადები ამერიკაში გამოსასვლელად და უკვე ოლიმპიადაზე ოქროს დაისაკუთრებ მე ამის მჯერა, პარიზში ვიყავი და ძალიან გული დამწყდა რომ მაშინ ბოლო წამებზე დაკარგე, ამას ჩვენ მიუბრუნდები და ვისაუბრებთ გივი. პირველ რიგში მოგესალმები, მადლობა სტუმრობისათვის. მადლობა თქვენ. ვითხარი, ჩვენ გადაცემას თუ უყურებ, თუ მოგწონს, გაგვიზიარე შენი შევადარებებსაც ვიღებთ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. თქვენ გადაცემას როგორ არ უყურებ. ესეთი ხალხი მოყავს, რომ შეუძლებელია ფიზიკურად რო არ უყურო. ნიჭი და შრომა ცოტა ისეთი საკითხია რა, ხშირად მესმის, რომ ნიჭი თუ შრომა, მაგრამ ჩემ შემთხვევაში მოდი შრომას ავირჩევდი. იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერი ბავშვიც არ ვიყავი, ხა სიმართლე რო გითხრა რა და ჯერ რაღაცა ძიუდოთი დავიწყე, მე ყველაფერი ვცადე მოკლედ რა ვთქვათ რა და ამ ნიჭობაში მე შრომა ვიპოვე. ფაქტიურად ესე გამოვიდა და ნიჭი ძალიან აუცილებელია დიდ სპორტში მით უმეტეს, რა თქმა უნდა, ორი აზრი არა, მაგრამ ნიჭიერი სპორტსმენები ძალიან ბევრი ყოფილან და ძალიან ბევრი წასულან და ვერ გაუკეთებია დიდ სპორტში ვერაფერი და ამიტომ შრომა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემი აზრით და ამ შრომით შევქმენი რაღაცეები დღეს რაც გავაკეთე ჩემ კარიერაში მოკლედ რა ვთქვათ და კიდევ ბევრს გავაკეთებ. ბავშვებს რას ურჩევ? ბავშვებს ურჩევ რომ ნიჭსაც მიაქციონ ყურადღება და შრომა ყველაზე პირველია და ყველაზე მნიშვნელოვანი რაცაა ჩემი აზრით არ გაჩერდნენ. სულ ამის თქმა მინდა ხოლმე ახალგაზრდებს ხშირად ველაპარაკები. დარბაზებში ხშირად მიწევს ხოლმე მისვრა და პატარა ნაკრებებთან ამჟამად შეხება მქონია, ყველას მაგას ვეუბნები რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ არ გაჩერდნენ რა. რაც არ უნდა მოხდეს, ერთი ის კონდეთ თავში ჩადებული რომ არ უნდა გაჩერდნენ და ის რაღაცა ის ოცნება თუ რაღაცა წარმოდგენილი რაც აქვს თავის თავში აუცილებლად მოვა თუ არ გაჩერდებიან. არ დანებდებიან მოკლედ რა ვთქვა და მე ამ სიტყვით მივყვები ბავშვობიდან ჩემ ოცნებებს რომ
არ ჩერდები, რაც არ უნდა მოხდეს და ბევრი მარცხიც ყოფილა, ბევრი გამარჯვებაც, მაგრამ ერთნაირად უდგები ამ საკითხს და საკუთარ თავს ყოველდღე მაგას ველაპარაკები, რომ არ უნდა გავჩერდეთ და დანებება არ არსებობს ჩემი აზრით რა. გივი მაჭარაშვილის ერთი ჩვეულებრივი დღე როგორია, რეჟიმი როგორია შენი? ცოტა ისეთი რთული საკითხია. ამაზე ლაპარაკის ცოტა მიჭირს ხოლმე ადამიანებს ხშირად უკითხიათ და მე როგორ არის რომ მithქვია ვერ იგებენ რა. რთულია გასაგებად რომ მოკლედ რომ ისეთი სპორტია ესა არ ვაკნინებ სხვა სპორტებს მოკლედ რომ ვთქვათ, მაგრამ სხვა სპორტსმენებისგან ვისაც შეხება ქონიათ MMA-ის მოჭყვრები იქნებიან თუ სხვა სპორტსმენები, ვისაც რაღაცა შეხება ქონიათ ჩვენ სპორტთან, ყველა მაგას იძახის რომ ურთულესი სპორტია. რა ესეთი სპორტი არ ვიცი, აი ყველაფერი უნდა არ ვიცი, არ რეალურად რთულია რა და ჩვენი რეჟიმი როგორ არის, მთელი წელი ფაქტობრივად შეკრებაზე ვართ. პირადი ცხოვრება გამორიცხი, ნული ფაქტიურად რა. რა თქმა უნდა, თუ რაღაცას გინდა მიაღწიო, უნდა გადადო ყველა გართობა. კი, რა თქმა გართობაზე და ეგეთ რაღაცებზე ხო ზედმეტია ლაპარაკი, რომ მთელი წელი შეკრებაზე ხარ და ყოველ დღე ფაქტიურად 3 ვარჯიშია. ხები ყოველ დღე უნდა ადგე დაახლოებით 7 საათზე, 8 ნახევარზე და 8 საათზე ვარჯიში იწყება. მე გადადიხარ 11 საათზე ვარჯიში იწყება და მე 5 საათზე ვარჯიში იწყება. ხები, აი ხანდახან აი ჭამასაც რო ხვდები აი სიასრებულს ჩირბინო რაღაცა შეჭამო, რომ იქნება ძილი მოასწრო ნახევარ საათიანი, რომ აი ხო დაგე მოსტრებაზე რო ხარ ფრანგული საკონტით რომ მარონი გამოგიგზავნა ნამცხვარი და მიირთვი. აი ისე გამოიყურება არ ვიცი რა, მე მგონი აქ დავრჩები დღეს. ხო და აი ძალიან რთული რეჟიმია რა, მოკლედ მამის გარდა მე ძილი მოწესრიგებული მქონდეს რა თქმა უნდა, კვება უნდა დალაგებული მქონდეს რა თქმა უნდა, სულ წონის კლება არ არეალურია. წონის კლება აგერ მშვენიერი საუნა არის, სპა ცენტრია, 5 ვარსკვლავიან დიზაინს სასტუმრო აფიშას ამ სივრცეში ვარ და მადლობა ამისათვის ხელმძღვანელობას. შეგიძლია ისარგებლო შენთვის ყოველთვის დიდი სიამოვნებით. საუნის მოყვარული ვარ, ძალიან კვირაში შეიძლება 3-4 ჯერ. აი პრაიმ ფიტი კიდე ჩვენი ერთ-ერთი მხარდამჭერი, ახალი გახსნილი არის თამარაშვილი 13 ნომერში და აი რეკლამაც გადის მაგათი ვიდეო რგოლი და ნახე რა კაი პირობებია. რა კარგი მანდილოსნები ვარჯიშობენ. პირადი ცხოვრება შეგიძლია აიწყო და აწყობილი გაქვს ყველაფერი რა გინდა. შეიძლება დაფიქრება მაგ საქმეზე. ხო, საუნები არის თურქული, ფინური, სველი, მშრალი, აუზი, რა ვიცი, სოლარიუმი მოგიხდებოდა. გაირუჯებოდი. ფიტნეს ცენტრია, ტრენაჟორები, რავი, 1000 რაღაც. ვიცი რომ ძალიან სპორტულად უდგები ამ ცხოვრებას და შეგვიძლია ერთად წავიდე. აუცილებლად მე მასაჟსაც გავიკეთებენ. მაგალ შემთავზე ვირებ. შენიერი, ძალიან. მაგათ იციან სხვათა შორისო შენაერი ლეგენდარული ხალხი მეყოლება სტუმრად სულ და უფასოთო მოიყვანეო და ჩვენი თავი გენაცვალოთო და დიდი სიამოვნებით. ვაჟას ძეგლთანაც აქვთ. ვაჟა-ფშაველას მეტროსთან კლუბი 71 ამათია პრაიმ ფიტი რა და იქ დავდიოდი ადრე, მაგრამ ეხა უკვე ამ სივრცეში გადავინაცვლებ და შეგვიძლია. მოვინახულოთ. ოპერატორებსაც ვინც გვეხმარება ჩვენი სტაფი. აი გუნდურას წავიდეთ. გუნდურას. შვენიერი ბიჭები არიან. წავიდეთ და მადლობა ბიჭებს პირველ რიგში. მადლობა მათ დახმარებისათვის. მადლობა ბიჭებს გვერდში დგომისთვის და დახმარებისთვის. ანუ ესე იგი პირადი ცხოვრება ფაქტურად შეყვარებული, მეუღლე კარგი იქნებოდა. მოკლედ ხო ფიქრობ ამას? ხო ფიქრობ, მაგრამ დრო არ მაქვს ფიზიკურად, ხო ხდები, აი სულ აი ეხა მით უმეტეს დამემატა ეს ამერიკული ორგანიზაცია RAF-ი და მოკლედ ისეთი მონდომებულები არიან უკვე წელნახევარი არას დაიწყეს რაღაცა გენოც ხო გამოდის? კი, უკვე ბიჭებმა ეხა ხელი მოაწერეს ჩვენმა და რაღაცა არარეალურ რაღაცებს აპირებენ რა, რომ უსმენ ხოლმე რაღაცა უნდათ რომ რამოდენიმე წელიწადში UFC-ს გაასწრონ და რაღაცები და ისეთი ტემპით მიდიან რომ არ არის გამორიცხული ხდები, იმიტომ რომ უკვე UFC-ს ჩემპიონებს თითქმის რა 80% ყველას ხელი მოაწერინეს და ნელ-ნელა კიდე არ ჩანს და ნელ-ნელა გამოჩნდება ეხლა. MMA-ზე არ გიცდია, UFC-ზე არ გიფიქრია, არ შემოთავაზება არ ყოფილა? შემოთავაზებები ყოფილა და მიფიქრია კიდევაც. დვალიშვილს გალახავ? დვალიშვილს ვერ გავლა. კიკაძეს? არა, ჩვენ ბიჭებს ვერ მივეკარებ, ისეთი მაგრები არიან, შანსი არ არის და რა, მიფიქრია კი როგორ არა და თუმცა იმათ ჭიდაობა გაუჭირდებათ. ჭიდაობა გაუჭირდება, მაგრამ ბაზა ძალიან დიდი აქვს ბიჭებს, მერაბის და რავი, სასწაული ბაზა აქვს ჭიდაობის და რომ იყურებია მეთქი საი ნიჭი ქართული ალბათ სისხლი და რაღაცა მე მაინც ეგეთ რაღაცებს ნიჭი ეგაა. მე ყველაზე დიდი ნიჭი მეგონი ქართველობა რასაც უყურებ. აი ამ ბოლოდას ვფიქრობ ხოლმე. ქართველობა ძნელია უნდა. ხო, ძალიან ყველაზე დიდი ნიჭი ეგაა, იმიტომ რომ ჩვენ ბიჭებს აი ისეთ მომენტებში ისეთი რაღაცები გაუკეთებიათ, რომ ფიზიკოს ანგას ეგეთ რაღაცებს ვერ ისწავლი და ვერ ნახავ და
სისხლი არა ეგეთი ქართული რომ გენში გვაგეს ბრძოლის უნარიანობა და რაღაცა სასწაულების გაკეთება მოკლედ რომ ვთქვათ რა. პირველი შენი ყველაზე დიდი წარმატება იყო ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონობა 2017-ში, 18-ში მსოფლიო მოიგე. გაიხსენე ეს პერიოდი. კი, მოდი ჩავასწორებ. ჭაბუკებში მსოფლიო ჩემპიონიც ვარ. ხო, არა, ნუ ეს უკვე ახალგაზრდებში. ახალგაზრდები უკვე ჭაბუკები, კადეტები და იუნიორებს და იმ ბავშვებს და სენიორებს. ჩემი შვილის ხელებს არ ვთვლი. კი, და ევროპის ჩემპიონობა როგორ იყო იცი? უკვე დიდებისკენ მქონა პრეტენზიები უფროსებში და უფროსებში. ხო და ჩემთვის სასტარტოდ ძალიან მნიშვნელოვანი იყო და სხვათა შორის კარგად მივაყოლე მაშინ რა. ვინ იყო მაშინ ჩემი შვილი? იანდბელიძე? არა, მაშინ არა, მაშინ იყო ბელდუხა გავაშელიშვილი იყო ჩვენი ახალგაზრდების და მაშინვე იყო დავით ხურცია იყო მეორე მწვრთნელად მაშინ და ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი გავხდი და იმ წელსვე მივაყოლე 23 წლამდელებში. 200-ში უკვე პირველი ნომრად ვიდექი უკვე ახალგაზრდებში რო ვიყავ უკვე 23-ში. კი 23, 24, 25 ზედიზედ მიაყოლე უკვე ევროპა, ზაგრები, ბუქარესტი, ბრატისლავა. უფროსებში უკვე რო პირველი ევროპის ჩემპიონატი ვიდექი და სოფლიო ბრინჯაო. კი, მივაყოლე ყველაფერი ერთად პირველი ევროპის ჩემპიონატი იყო უფროსებში რო დავდექი რომ მოვიგე და იმის მერე მივაყოლე. და რავი, კარგად წავიდა ყველაფერი, მოკლედ რო ვთქვათ, რა ახალი გამოვარდნილი ვიყავი უფროსებში. ხო იცი, კი მიცნობდნენ ალბათ ჩემი ოპონენტები, მაგრამ არავის მაინდენად არ ეჭირა ალბათ, რომ მე ესე შეიძლებოდა გამოსულიყავი და გამოვედი და ევროპის ჩემპიონი მოქმედი. მწვრთნელებს არ ეჯერა თუ? მწვრთნელებს რა თქმა უნდა ეჯერათ. ისევის ხალხი იყო მწვრთნელები. მწვრთნელები ისევის ხალხი იყო და მე როგორ არ ეჯერათ, იმიტომ რომ ჩემი შრომას ადამიანი ხედავს ეხა და ჩემი პირადი მწვრთნელია დავით ხურცია. ეხა უფროსებში ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა და ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ, მოკლედ. უფროსებისთვის ისევ ემსადებოდით, რომ რაღაც არარეალური შრომა გავიღეთ და ვიძახდით კიდევაც, რომ დღეს თუ ხვალ ჩვენ ჩემპიონები და გამختارიყავით და ეგრეც მოხდა ფაქტიურად და მივაყოლე და დავდექით დიდების ნაკრებში და მე როგორ წამოვიდა მოგვეწია ოლიმპიადას ფაქტიურად. აი ოლიმპიადაზე რა მოხდა? პარიზში ვიყავი მე და გაშუქებდი ვერცხლი დასანალი ფინალი ბოლო წამებზე. აი რა მოგივიდა ბოლო წამებზე და ვისი ბრალია ილიას ულამაინძესაც იგივე მოვიდა, ხო? ხო და ვისი ან რისი ბრალია ზოგადად რავი მე რასაც უყურე, ალბათ ყველაზე მეტად საკუთარ თავს შენაბრალებ და შენ განიცდი. კი, რა თქმა უნდა. აი როგორც გენო პეტრიაშვილს მოვიდა არაერთხელ და მე გამოვასწორა ოლიმპიადაზე და როგორ ფიქრობ, რაც დავალება მოგცა მწვრთნელმა შეასრულე თუ რაღაც დააკერე და ან ნაადრევად იზეიმე გამარჯვება თუ ის წამები ვერ გათვალე. ანუ იანდბელიძეს ბრალი იყო, შენი ბრალი იყო, ზოგადად ეიფორიაში იყავი, აი ეს გიხაროდა უკვე სულამაინძესაც რა დაემართა მე არ ვიცი, რავი, არაერთხელ ვკითხე გუჯეჯასაც, რავი, იანდბელიძესაც ვკითხე, ნუ ყველა თავის თავს აბრალებს ახლა, როცა ზოგადად გუნდურ სპორტში ეგრეა. და ალბათ ინდივიდუალურ სპორტში, როცა აგებს გუნდი, მწვრთნელის ბრალია და როცა იგებს გუნდი, გუნდის დამსახურება, ეგრე თვლიან. თუმცა რაღაც ნაწილში ვეთახვები, რაღაცაში არ ვეთახვები და შენ როგორ ფიქრობ? ოლიმპიადას ზოგადად როგორი საკითხია, ესე სანამ არ მოხდები, ვერ დაიჯერებ რა, მოკლედ რა ვთქვა, სპორტსმენი იმ შეგრძნებებს სანამ არ მიიღებ და მე ხა დიდი გამოცდილება მქონდა სპორტული ევროპის ჩემპიონატები, მსოფლიოს ჩემპიონატები, მაგრამ იქ რო ჩავედი რაღაც არარეალური შეგრძნებები იყო, არარეალური სტრესი იყო ზოგადად ოლიმპიური სოფლიდან დაწყებული მით უმეტეს ამ ხელა ორგანიზებაზე რომ მიდიხარ, ხა მთელი ქვეყანა გიყურებს. ხდები, ოჯახიდან დაწყებული მთელი ქვეყანა შენ შემოგცქერის, რომ რაღაცა შენი ქვეყანა ასახელო და ამას ძალიან დიდი სტრესი მოყვება. რომ ეს ყველაფერი დაიჭირო, შენ თავთან დაალაგო და შენი მაქსიმუმი დადო ამ ხელა ჩემპიონატზე, მოკლედ რა ვთქვა და დაბრალებით ვერავის დავაბრალებ სპორტსმენად ჩემი აზრით პირველ რიგში თავის თავს უნდა დავაბრალოს თუ რამე მოხდება და იქ არ არსებობს ახლა სხვა რაღაცა საკითხები მოკლედ რა ვთქვა და არა მე სპორტულ საკითხებს გულისხმობ რა ნიუანსი გაგვეპარა ყველას ერთად ნიუანსი არაფერი უბრალოდ როგორ იყო იცი მე ჩემი აზრით ზედმეტად თავდაჯერებული ვიყავი და ისეთ ფორმაშიც ვიყავი ისეთი გეტყობოდა ადვილად გაიარე ყველაფერი ისეთი არარეალური შრომა ჩავდეთ რომ ყველაფერი დათმობილი მქონდა ამ საქმისთვის მოკლედ რა ვთქვა ბოლო წელნახევარი ტელეფონი არა და აიგეთ რაღაცებს მოკლედ რა გვერდზე გადავწიე და პირადი ცხოვრება ხომ მით უმეტეს და ჩემი ოცნებისკენ მივდიოდი მოკლედ რა ვთქვა და არც მინანია ამ მომენტში ხო ხდები რასაც ვიცი მეტოქი არ შეაფასე ნუ ეგრეც იყო იმიტომ რომ მე რო ფინალში გავედი ისეთ შეგრძნებები მქონდა რომ რო ლაპარაკობდნენ რაღაცა გეგმაზეც რომ მიდიოდა რაღაცა ცრანთა ლაპარაკი როგორი ტაქტიკით მოწასულიყავით
შინაგან როგორი ფიქრები მქონდა, იცი რომ მეთქი რას გეკმავთ ხო ხტები, არ არსებობს მე ოლიმპიური ჩემპიონი გავხდები ხოლმე რა. ისეთი შეგრძნებები მქონდა და ალბათ რაც არ გამივლია ჩემ საკუთარ თავთან, ისაც მოხდა რა, ისე უცბად ჩემს ეს შეხვედრა ისე წავიდა რომ უნდა ცოტა გაწელილი იყო შეხვედრა, იმიტომ რომ ისეთ ფორმაში ვიყავი რომ იქ ფიზიკურად ვერ გამიძლებდა ჩემი მოწინააღმდეგე. და მომენტი რაღაცა ისეთი მოხდი რომ რაღაცა სუფლექსის გაკეთება მინდოდა და იქ ჩავყევი და ის საბედისწერო ის აღმოჩნდა და არ ვიცი, ალბათ ესეც იყო საჭირო რა, იმიტომ რომ ესე ფიქრობდი რომ ოლიმპიური ჩემპიონი გამხდარიყავი და მე წასვლა მინდოდა სპორტიდან, სხვა რაღაცების გაკეთება მინდოდა, მოკლედ რა ვთქვა და ალბათ ზოგადად უფლისყალობა, ზოგადად ამ ხელა პლატფორმას რომ ღმერთი გაძლევს რომ რაღაცა გააკეთო შენი ქვეყნისთვის, ახალგაზრდობისთვის რომ ამ ხელა мотиваცია შეიძლება იყოს ზოგადად რა. ესე მარტივად არ უნდა წახვიდეს ამ ხელა პლატფორმიდან, მოკლედ რა ვთქვა და შენი მსახური. ალბათ ესეც იყო საჭირო რომ მე დავრჩენილიყავი და ჩემი საქმე მეკეთებინა, იმის მერე მივაყოლე ევროპის ჩემპიონატი და ასე შემდეგ რაღაცები გავაკეთე ხო ხტები და წინ ახლა უფრო დიდი რაღაცები გამოჩნდა ეს. გენოც ეგრე არ იყო გივი და ახლა ოლიმპიური ჩემპიონი და შენც იმედია ამერიკაში შეგე. მე ფაქტიურად უკვე დღესვე უკვე მემზადები ოლიმპიადისთვის და იცი რა მითხარი, ვისთან ერთად ემზადები, იმიტომ რომ მე გენოსაც ვკითხე, გიორგი ანდმელიძე რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, გენო პეტრიაშვილი, შენ ვერცხლის პრიზიორი, მე დღემდე არ ვიცი სად არის ასაკი, მე მგონი ესე რაღაც ინფორმაცია მაქვს რომ ბავშვებს ავარჯიშებს და ანუ ნაკრებს ჩამოშორდა და მოხდა თუ უბრალოდ ესე თვითონ გადაწყვიტა თუ არ ვიცი, მე ინფორმაცია არ ვიცი, მაგ შემთხვევაზე არ მაქვს სიმართლე გითხრათ და მე როგორც ვიცი, ვიცე-პრეზიდენტად გადავიდა ფედერაციაში, როგორც მახსოვს. ხო და დღეს არ გავარჯიშებთ არავის, ხო? არა, დღეს ნაკრები ჩაიბარა დავით ხურციამ, ჩემი პირადი მწვრთნელი ასევე დავით ხურცია და ნაკრების მწვრთნელი აქამდე ვარჯიშებდა ხოლმე და დავით ხურცია ხა ზოგადად ლეგენდარული მწვრთნელია, იგი ეცოდინება. რა ფაქტობრივად დავით ხურციამ და რამოდენიმე ადამიანმა ბევრი წლის წინ შექმნეს ზაზა თურმანიძე ბეგი დარჩია. ზაზა თურმანიძემ ხო ელდა კურდანიძეც იყო ერთი პერიოდი. მაგ დროს ფაქტობრივად ამათმა შექმნეს თავისუფალი სტილის ისტორია. იმიტომ რომ მაშინ ამათმა დაიწყეს ნაკრები ამათმა ხო ხტები ყველაფერი ისეთი დრო იყო მაშინ იგი ეცოდინება მაშინ რომ 91 რთული წლები და ამ ადამიანებმა შექმნეს ეს თავისუფალი ჭიდაობის ისტორია ფაქტობრივად ეს ბიჭები ვინც წამოვიდა მერე და მედლები აკეთეს ხო ეს ხალხი ჩამოშორდა ხო ზადა თურმანიძე ბეგი დარჩია მე ლუკა კურდანიძეს რაღაც პრობლემები ჰქონდა მოაგვარა გარეთ არის ულოცავ ლუკას თუმცა ამ აქტიურად არ არის ხო ქართულ საჭიდაო ოჯახში ჩართული ანუ არა ვარჯიშებენ ზაზა თურმანიძეზე იძახით თუ ბეგი დარჩია თურმანიძე არა ისინი არა უკვე ხო ხტებით ხა ის წლები და თავის დიდი წლები იყვნენ და მე შემდეგ დავით ხურცია წავიდა სხვა ქვეყანაში იყო მწვრთნელი ნაკრების და მე თუ ისე მოხდა ისე რომ დაბრუნდა თავის ქვეყანაში და ბიჭებს ახლა ყურადღება მოგაქცია და დავით ხურციას მე მგონი 5 მედალი აქვს ოლიმპიური და ევროპის 12 ჩემპიონი ხო ძალიან დიდი რაღაცები აქვს გაკეთებული ამ სპორტისთვის და მე ბედნიერი ვარ რომ ამ კაცთან მოვხვდი ფაქტიურად ახალგაზრდობაშივე ჩემი მწვრთნელი ლევან ქობულაშვილი იყო ბავშვობაში მან გამზარდა და მე ხურციასთან მოვხვდი ესე რო ვთქვა და მოვხვდი თუ არა უკვე უფროსებში დავიწყეთ რაღაცა დიდი რაღაცების გაფუჭება მოკლედ სხვადასხვა გივი არის ამერიკაში ერთი ქართველი ადამიანი ჩემი სეხნია დავით ფრანგიშვილი არც ვიცოდი რუსთავიორში სპორტის ჩართვა მქონდა და ვიპოვე ნიუ-იორკიდან ჩამერთო და ბავშვებს ავარჯიშებს ქართულ ჭიდაობაში ჩოხა კაი რა ამერიკაში კი დავით ფრანგიშვილი და მეთქი გაგიმარჯოს ღმერთმა ხელი მოუმართოს კი ჩართვა მქონდა და ვისაუბრეთ გავაცანი ხალხს და ესეთი ხალხი სანთლითარი საძები და ქართულ საქმეს რო აკეთებენ ამ ხელა მასშტაბებზე რა იქ რო არის ახლა ქართულ ჭიდაობას ჩოხაში და აი ხა ცოტა ხნის წინ დანიაში ვიყავი ბესო ცინცაძე რომელიც ნიუ-იორკში ყოფნისას ჩავწერე ყინულის ჰოკეიში სტენლის თასი აქვს მოგებული ორჯერ როგორც ფაჩულიას აქვს NBA-ის ორი ბეჭედი სტენლის თასი აქვს იმას მოგებული ორჯერ და ძალიან ცოტა ამიცის და თუ ეს ხალხი არ ვეძებეთ არ გამოვიყენეთ მათი ცოდნა და გამოცდილება აი შენ რო დაანებებ თავს და ბავშვებს თუ ჩაიბარებ შენ ხო არა ხარ დასაკარგი კაცი ამ ხელა ცოდნა და გამოცდილება დააგროვე შენი სპორტული კარიერა და უნდა გამოვიყენო სწორი გაგებით ვიზა მარტო იგივე ვთქვი ახლა მეც რა იმიტომ რომ დავით ხურცია წასული იყო წლები 5-6-7 წლის განმავლობაში სხვა ქვეყანაში მწვრთნელი იყო იქ ნაკრების და ჩამოიყვანეს და ხო ხტები წამოვიდა და დაბრუნდა ქვეყანაში და თავისივე შრომად თავისივე ქვეყანაში ისევ ახლიდან ჩადო ამდენი წლების მერე და მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ ამ გარემოში მოვხვდი ხო ხტები ჩემთვის მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ძალიან დიდი ნაბიჯები გადავდგი ხტები ჩემს მწვრთნელთან ერთად მოკლედ შენ სტიმულს და мотиваციას რა გაძლევს ანუ ვინ გაძლევდა მაგალითად ლევან თედიაშვილი მე ძალიან მიყვარდა და მიყვარს
კერპი ვინ იყო? მეტოქეების შესახებ მითხარი მოსალოდნელი მეტოქეები ვინ არის? ჭიდაობაში ზოგადად მე ლევან თედიაშვილით მოხვდი. ხვდებით ჩემი პაპის ძალიან ახლო მეგობარი იყო. იუმორიც გამოყვა მაგის. რაღაცებს ვახერხებ კი და სხვადასხვა სულ ჩვენთან იყო ყველა შაბათ-კვირას. პაპასთან ძალიან ახლოს იყო და ერთად კეიფობდნენ, ხო იცი, მოკეიფე კაცი იყო და პაპა ჩემიც ასევე და სახში ხშირად ხვდები პატარა ბავშვი ვიყავი და ისეთი სტილი ქონდა, ისეთი მანერები ქონდა, ისეთი ხუმრობები ქონდა, ხვდები რომ აი პატარა ბავშვი ვიყავი და ვერ ვაცნობიერებდი რომ ამდენ ადამიანში, იმიტომ რომ ძალიან ისეთი სერიოზული ხალხი იკრიბებოდა ხოლმე ძალიან და ეს რატო იყო ხოლმე ესეთი გამორჩეული, ხვდები? და ეს კითხავს რომ უსმენდი პაპას, მეთქი ვინ არის, როგორ და რომ მეუბნებოდნენ ეს ოლიმპიური ჩემპიონია და დიდი კაცია და დიდი ადამიანია და ხო იცი ეს ეგო იწოვს ესეთ რაღაცებს და მე დავფიქრდებოდი რომ მეთქი რა მაგარია მეც მინდა ეს ოლიმპიური ლეგენდა ოლიმპიური ჩემპიონი და მეც მინდა ესეთ რაღაცების გაკეთება და ავიღეს мотиваცია და მე მალევე მივედი თავისუფალ ჭიდაობაზე და მოკლედ რო ვთქვათ ეს ჩემი საწყისი ეტაპი ლევან თედიაშვილი დაიწყო და ჭიდაობას ნაყურები არ მქონდა, მაგრამ თვითონ ადამიანმა მომხიბლა ისეთი ქცევები ქონდა და მანერები და ისეთი თავისთავზე წარმოდგენა და ისეთი ის ქონდა, რომ ჩემთვის ძალიან ლამაზი საყურებელი იყო და დამაინტერესდა მოკლედ რო ვთქვათ და აქედან მოხვდი ჭიდაობაში. ბოლო პერიოდში უამრავი ხალხი, მათ შორის გენო პეტრიაშვილი, ტალახაძე, წავიდნენ პოლიტიკაში, პარლამენტში და შენ ხო არ გიფიქრია? არა, ფიქრით არ მიფიქრი. არ მიფიქრი. კარიერასო დაამთავრებ თავს? არა, ფიქრით არ მიფიქრია, სიმართლე გითხრა. სპორტი ძალიან მიყვარს. სპორტმა მე ყველაფერი მომცა შემსხორებაში, რაზეც ნატრობდი, რაზეც მიოცნებია, ყველაფერი ამ საქმით გავაკეთე და არ წარმომიდგენია სპორტის გარეშე ჩემი ცხოვრება. და ხანდახან ფიქრობ ხოლმე, რომ ხო დგება ის მომენტი ცხოვრებაში, კარიერაში, რომ ყველაფერს დასაწყისი და დასასრული აქვს რა. და ხანდახან აი გამიფიქრია, ხო შენ თავთან მარტო რო შეპირო აი რა უნდა იყოს სპორტის შემდეგ და იმ წამს ვერ ფიქრობ, მინდა ხოლმე რომ გავაჩერო ეს ფიქრები, იმიტომ რომ არ შემიძლია ამის გარეშე ეს ჩემი ყველაფერს რუტინას და ჩემი საქმე ძალიან მიყვარს. ზოგადად ბრძოლა მიყვარს, ბრძოლის საბრძოლო ხელოვნება, MMA იქნება თუ რა იქნება და ეხლა ამას მოყოლებული ფიქრობ ხოლმე რომ ოლიმპიადის შემდეგ ფიქრობ რომ რაღაცა ჩემი ჭიდაობაში ჩემი კარიერული რაღაცა ეტაპი დამთავრდეს და ცოტა ხანს დიდი სიამოვნებით ვიჩხუბებდი. ვა, გაგზავნიერი განაცხადია ჩვენთან ექსკლუზიურად. კი, ნუ ამერიკისკენაც წავედით, ხა RAF-ის შემდეგ ჩემს ცოტა მარტივი. იჩხუბებდი კრივი MMA, კი. MMA თუ შესაძლებლობა იქნება UFC-კენ წავალ დიდი სიამოვნებით, რატო არა? მიყვარს ახლა რო გითხრა სისხლი. აი ბუკა შარიკაძე გადავიდა იქ რა. ხო, რო გითხრა სისხლი არ მომწონს მეთქი მოგატყუებ. ძალიან დიდი სიამოვნებას ვიხერდა. ყურებით და რავი, რატო არა? ჭიდაობის ბაზაა ფაქტიურად MMA. და ცოტას ვარჯიშობ ეხაც, რაღაცა გამოცდილებებს ვიღებ და ნახოთ რა, ვინმე ეს თუ გავდიშავ, გული არ გამისკდება ვისიამოვნება, ამით რა პრობლემაა. მართლა, რას ლაპარაკობ? რავი, ცადოთ. ეგეთი დაუნდობელი ხარ არა და არ ჩახარ ესეთი დაუნდობელი. არა, ხო, ზოგადად 7 ადამიანი ვარ, მაგრამ რავი, ეხა საქმე წინ ვიღაცა თუ ამიდგება და ეხა რაღაცას მიპირებს, იმას ისე არ დავტოვებ, ეხა უკმაყოფილოს რა. ანუ შენი გაბრაზება არ უნდა გაგაბრაზოთ. ეხლა მითხარი რას პირდები ქართულ გულშემატკივრებს ამერიკის ოლიმპიადაზე? გულშემატკივრებს მოდი ესე რო ვთქვათ, ესე რაღაცებს პირობებს არ მივცემ და ვერ მივცემ, მაგრამ ერთს პირდები რომ კარგი სანახაობა იქნება და ჩემს მაქსიმალურს დავდებ და ისეთ ბრძოლებს ვაჩვენებ, რომ დავამახსოვრე წინა ოლიმპიადით მე მგონი თავი და უფრო დავამახსოვრებ შემდეგი ოლიმპიადით აი რომ ხო კარიერის ბოლო წლები როა ავდგები და ჩემ მაქსიმალურს დავდებ, რომ ჩემს ქვეყანას ის ჩემთვის ნანატრი რაღაცები ჩამოუტანო, მოკლედ რო ვთქვათ და კარგი საყურებელი იქნება და პირდები თავგანწიროს, მოკლედ. მე ვიცი რომ ოქრო იქნება მინიმუმ. სხვა არც განიხილება. მამლუქი ნანახი გაქვს? კი, როგორ. ხო ძალიან გიყვარს. იქ არის ერთი მომენტი, თუ გახსოვს. რო ეუნება აბდალა, შემოიყვანე ბავშვიო. მე მაგ ამის მიზეზი, რატომაც ვიცახე, ხავე მიხვდება ქართველი მაყურებელი და შენი გულშემატკივარი. საბა, შემოიტანე სტუდიაში ტორტი. დღეს შენი დაბადების დღეა, გილოცავ. ვაა, საინტერესოა, კარგი. მინდა რომ სულ ესეთი გახარებული იყო. არ გვინდა სისხლისღვრა ნაკლები სისხლისღვრა გვეყოფა რა ზღვარეცი. ქართველებმა სისხლი და
მინდა მოგილოცო დაბადების დღე, მინდა გისურვო ყოველივე კარგი, ოლიმპიური ოქრო და საჩუქარიც მაქვს. აი, პარიზში რაც ვერ აიღე. აიღა. შენიერი, მოდი ჩამოვიდე. ამერიკაში ოქროს ფერმენტულებზე გიждებ ძალიან. ნახე, მარონმა ექსკლუზიურად რა მაგარი, ჩაიფიქრე ჯერ სურვილი. კი ვიცი, რასაც ჩაიფიქრე, მაგრამ მაინც ჩაიფიქრე. შენი დაბადების დღეა და ჩემი ფაქტიურად ჩანაფიქრი ზედვია წერია და ოლიმპიადა გივი, აგერ 3 სანთელი ღმერთის ამოვითა და ჩააქრე ხა. გენოს და მიზნებს გაუჭიდა ჩაქრობა და ვნახოთ აბა? ნახე, ოპა. აბა, ეგეთი მაგარიც ვერ ახარ, სანთელს ვერ აკრობ და იქ შენ ხა სისხლს დაღვრი შენი მოწინააღმდეგეების. წავაქციო. კეთბაია ცოტა სხვა ხერხს მიმართა და ჩააქრო და ესეთი მეც არ ვიცი რა ვიყიდე გაგიზადე და აი ესე ეს სანთლები გვაქვს მოყოლებული რავი არველაძეებსაც ჩაუჭეთ კეთბაიასაც გენოსაც ესე უკნია ესე იგი ეგრე ჩააქრო კეთბამ აი ფაქტობრივად ეს გამიზალიანდა რა შენთან ვინ გაბედავ მადლობა აი ზოგადად ჩემი დაბადების დღე არ აღნიშნია არასდროს აი ხა ეს პირველია ესე ხო არ მომწონს რაღაცა ხომ ჩემი დაბადების დღე ესე რაღაცა ანუ მაშინ აღარ უნდა კითხო ჟურნალისტმა როგორ აღნიშნავ და როგორ წრეში და ვისთან ერთად არ აღნიშნავ ჩემი დაბადების დღეს რავი ფაქტობრივად 1-7-8 წელია ჩემი დაბადების დღეს შეკრებაზე ვარ აი როგორ უნდა აღნიშნო სურვილი კი ვიცი ეხლა რა ჩაიფიქრე ამჯერად მაგრამ ზოგადად რაქსი ამონებს ხოლმე რო ჩუქნიან დაბადების დღეზე საჩუქრებსაც აი ისე ანუ ისგან რა მიგიღია ისეთი დასამახსოვრებელი გამორჩეული ერთხელ მაჩუკეს ბავშვობაში საჭიდაო ფეხსაცმელები ჩემ დაბადების დღეს და გავითვალისწინეთ საჭიდაო ფეხსაცმელები ბარცოკებს ეძახიან და ადიდას ძალიან ბედნიერი ვიყავი სხვათა შორის იმ დღეს მომიწია 2 ვარჯიში ფაქტიურად და ესე მიწევს ხოლმე რაც ჩემ დაბადების დღეზე ეს ბორზე ვარ და 3 შეკრებაზე ვარ და 3 ვარჯიში მიწევს ხოლმე როგორ უნდა გქონდეს ეხლა რაღაცა კარგი განწყობა იმ დღეს ცოტა MMA-ში რო გადახვალ რაღაც ხელთათმანებს ხელთათმანები ხო ხელთათმანები მომამზადოთ დაბადების დღეს აუცილებლად მადლობა თქვენ ჯოგონ ჯერ პირობა უნდა დადო და მე ვიცი რომ ეგრე იქნება ამერიკაში ოქროს აიღებ და მერე გადადი სადაც გინდა UFC-ში გინდა MMA-ში გინდა ხო იმიტომ რომ აი ადრეც მქონდა ეს ფიქრები წინა ოლიმპიადამდე და არ წავედი იმიტომ რომ ოქროს გარეშე არ მინდა წასვლა არ ჩვენ არ გვინდა შენ დაგროგა ოქროს თავარია მე მაგას ვიძახი რომ ჯამთელად მივიდე ამ დიდ ღონისძიებამდე ყველაზე მნიშვნელოვანი ჯამთელობა სპორტული ჯამთელობა მოკლედ რა ვთქვა და თუ ესე ჯამთელად მივალ უფლის წყალობით ჩემს საქმეს ყველაფერი კარგად იქნება ოქრო კაცი ხარ და ოქრო გეკუთვნის ნამდვილად დიდი მადლობა სტუმრობისთვის მადლობა თქვენ ესეთი დახვედრებით ჩვენი გადაცემის ექსკლუზიური სტუმარი იყო პარიზის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი რომელიც ჩაინაცვლება ოქროთი უკვე ამერიკაში გივი მაჭარაშვილი წარმატებები გიგო რწანისში, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, საცხოვრებელი კომპლექსის ახალი სტანდარტი იქმნება. კერძოდ, GVG Development-ი გიორგი გურამიშვილის 16-ში 7200 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე აშენებს პროექტს, რომელიც 4 საცხოვრებელ ბლოკს მოიცავს. კომპლექსში არქიტექტურა, ბუნება, თანამედროვე ტექნოლოგიები და დეტალების სიზუსტე სრულ ჰარმონიაშია ერთმანეთთან. აქ თითოეული გადაწყვეტა იმაზეა გათვლილი, რომ მაცხოვრებლებს ყოველდღიურობაში მაქსიმალური სიმყუდროვე და კომფორტი ჰქონდეთ. ელექტროავტომობილების საერთო დამტენები, მიწისქვეშა ორდონიანი პარკინგი, საოფისე და სამუშაო სივრცეები, საბავშვო ბაღი და ასე შემდეგ. სპეციალურად შემუშავებული აპლიკაცია კი მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს მარტივად დაუკავშირდნენ კომპანიას, კამერებით დააკვირდნენ ბავშვთა და რეკრეაციულ სივრცეებს, შემოუშვან სტუმრები და გააქირავონ ან დაჯავშნონ პარკინგი. GVG Development-ის ფილოსოფია მარტივია, ხარისხი, რომელიც არ არის დროებითი. შესაბამისად, ეს პროექტი მომავალ თაობებსაც გაუძლებს. GVG Development-ი, არჩევანი, რომელიც განსაზღვრავს თქვენს მომავალს.